ხმაური შევუქმნა. აბა რა. Lile! Shewukta khmamri liles! Yeah. Zakhar! Პირველი რაუნდი, Netflix. Rocks, you're too fucking feisty. Look at my wrist, look at my bitch, look at my bitch, ayy. Look at my whip, look at her lips, matching my drip, ayy. Shawty can tell, I been getting cash by that tips, ayy. Look at my rolls, look at the reels, and they on slick. Just look at this dub. Look at my wrist, look at my bitch, another kiss. Spin it twice, spin it wing. Really good minds, you know, watch the shit. I'm in legend with this shit, gonna get your slice go. My money enormous, it's not normal, it's uncommon. From what you said, you and your bitch, you think I'm off. Everything did, Sunday games, took it lost. Drink. მითხარი რომ მზად ხარ. ლილე, პირველი რაუნდი. ხმაური. Rocks, you're too fucking feisty. Look at my wrist, look at my bitch, look at my bitch, ayy. Look at my whip, look at her lips, matching my drip, ayy. Shawty can tell, I been getting cash by that tips, ayy. Look at my rolls, look at the reels, and they on slick. Just look at this dub. Look at my wrist, look at my bitch, another kiss. Spin it twice, spin it wing. Really good minds, you know, watch the shit. I'm in legend with this shit, gonna get your slice go. My money enormous, it's not normal, it's uncommon. For what you said, you and your bitch, you think I'm off. Everything is, they get you took it lost. მე მგონი დაცხა როგორც შენ ამბობს კი დაცხა მეორე რაუნდი Netflix let's go
ოკეი. ბოლო რაუნდებისთვის შევხვდათ ხმაური. კიდე. Netflix მესამე რაუნდი. Rocks, you're too fucking feisty. ლილე მესამე რაუნდი. Rocks, you're too fucking feisty. მე მგონი დროა შეაფასოთ ეს ყველაფერი. მადლობა ძალიან დიდი. ხმაური. Tough. Brother tough. Wow. ძართულია. ეს იყო როგორი საფრეო, იცი? აი, კიდე ერთს ვნახავდი, აი ეგეთი, მაგრამ ფრე არ შეგვიძლია, უეჭველი უნდა შევაფასოთ. მე მაქვს ჩემი აზრი, კი ვიცი ვინც მყავს გამარჯვებული, მაგრამ ჯერ ვიტყვი რა მიიქცია ყურადღება და სად და როგორ ვიყავი. 3 რაუნდი არის რა. მესამემ ბევრი რაღაც გამოკვეთა რა, იმ ორისგან განსხვავებით. იმ ორში ცხადად ვხედავდი რომ ლილე იგებდა, იმიტომ რომ characteristic ძალიან თავისი მრავალფეროვანი ქარაქტერი ყავდა, რომელიც ყველგან იყო, ქვევით იყო, სახეს იხევდა, ზევით იყო, ცეცხლში იყო. მუსიკალურობა ყველაფერი იყო, მაგრამ იგივე დონეზე ტექნიკურად მზაობა ქონდა Netflix-ას, სადაც არ გაუმეორებია თითქმის არაფერი. და ეგ ძალიან დასაფასებელია, რომ ეგეთი მრავალფეროვნება ქონდა ერთი და იგივე მიმართულებით სადაც იყო რა, იმიტომ რომ ლილე ჩემი აზრით ბევრ გარემოს შეეხო და ბევრი არეალი გქონდა რომ გემოძრავა რა იქ მრავალფეროვნად. ამიტომ მესამემ გადაწყვიტა ჩემი გადაწყვეტილება ის რომ ბოლომდე არ იცეკვე, მაგანაც იმოქმედა ჩემთვის, იმიტომ რომ you put yourself თლიანად რა უეჭველი. 3, 2, 1. Okay.
ნო, აქ არ მოსულა ეგეთი. მაშინ კოა იტყვის თავის საქმეს, მეგობრებო, ხმაური კოასთვის. კაი, მოკლედ, კიდევ ერთხელ. ამ მოცეკვავებისთვის მე მგონი რა ხმაურიც არ შექმნილა დღეს, ეხლა უნდა შეიქმნას. ხოსარს ვამბობ! მოკლედ, ჩემი რაღაცეებით მოგაწყენ თავს, ძალიან ცოტა ხანი მაპატიეთ, ცოტა მოყვა გადაწყვეტილებას, ნინის გადაწყვეტილებას და მე ავხსნი ჩემი აზრით, თქვენგან რატომ მოყვა ეს და ჩემი აზრით რა მოხდა საერთოდ. მოგაწყენ თავს ხო გითხარით, მე რო ვცეკვავდი, აი ესე ვიგებდი ბეტლებს. Netflix მაპატიე, ხასიათი მაიცა, ვიტყვი ბოლომდე ვიტყვი. ჩემი აზრით, ხასიათით წაღება ბეტლის ბევრად რთულია, ვიდრე თავიდან ბოლომდე სუფთა ცეკვით. ჩემი აზრით, იმიტომ რომ დამიჯერე ბევრმა შენ ის მაგარი რაღაცეები რაც ქენი, აი მირტყავდა. და გრძნობდით, ყველა ვხედავდით, ვინც გარკვეულია, ყველა მიცის შენ მოძრაობებში რასაც დებ. რაც შეეხება შენს ოპონენტს, ძალიან რთულია ყოველთვის მსგავს ოპონენტს მოუგო. იმიტომ რომ დარბაზი ყოველთვის მისკენ იქნება. ყოველთვის. იმიტომ რომ თქვენთან მან მოიტანა ის ხასიათი, რაც შენ არავის არ მოუტანია, ხო ესეა? მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ეს ბიჭი ჩემს ბავშვობაშიც, ჩემს ახალგაზრდობაშიც, ჩემს თინეიჯერობაშიც იყო პრო თავისი საქმის, აკეთებდა თავის საქმეს ბოლომდე მაქსიმალურად 100%-ით და ჩემი ხმა აუცილებლად Netflix-ას მარტო იმის გამო, რომ დამიჯერეთ პროცესში, როცა ყველაფერს დაამუღამებთ ნელ-ნელა, მიხვდებით თუ რა დონის მოცეკვავია რა. აქ არ მთავრდება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა ორივე არტისტს გითხრათ იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. მე რო ოდნავ თავხედი რო ყოფილიყავი, აუცილებლად შენ მოგცემდი ხმას, იმიტომ რომ შენი ხასიათი მილიარდი პროცენტით ჩემთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე Netflix-ს. მაგრამ აქ პროფესიონალიზმს თუ ვაფასებთ, ეს ბეტლი წაიღო Netflix-ამ. მადლობა ყველას. Yes. და თქვენ აზრსაც მოვისმენთ. პრიმა ბალერინა ნინა სამადაშვილი, გთხოვთ, მადლობა. წესით, რადგან ასე აცხადებთ, რომ პრიმა ბალერინა, მე უნდა ვაფასებდე პროფესიონალიზმს, ხო? ძალიან დიდ პატივს გცემ, ძალიან მაგარი იყო. ისეთი მეც კი მივხვდი, ისეთი ტექნიკური მხარეები გქონდა, რომელიც შეიძლება ბევრს არ გქონდეს, მაგრამ ჩემთვის იმის მიხოთ, რომ აზრი არ აქვს. ჩემი ხმა შენ. იმიტომ რომ აი ეს ემოცია, რასაც ჩემგან მოითხოვენ, როდესაც მე სპექტაკლზე მივდივარ, როდესაც მე რაღაცას უყურებ, აბსოლუტურად მოიტანე შენ. პირველი ტური თანაბარი იყო, მეორე ტური თანაბარი იყო, მესამე ტური ტექნიკურად ძალიან დახვეწილი იყო, მაგრამ რო გამოვიდა, უცებ მივხვდი, რომ ჩემი გული ამისკენ წავიდა, თუმცა ძალიან დიდი პატივისცემა შენ, იმიტომ რომ გეტყობა, რომ ძალიან ბევრი გაქვს ნაშრომი და ის ილეთები, რასაც შენ აკეთებდი პატარა ტექნიკური საოცრებებით, არ ვიცი. ჩემი დიდი თავდახრა და შენ ძალიან მაგარი ხარ. Hey you! ამას შევხვდათ ამ არტისტებს ფაური. მეტი, მადლობა მეგობრებო. პირველი ტურის, მეორე ბეტლის გამარჯვებული,